სტუდია მონიტორის Facebook ანგარიში დაიბლოკა და ეს ყველაფერი მოხდა უარყოფითი რეპორტების და საჩივრების საფუძველზე და მეტწილად ამ საჩივრებს წერდნენ უცხოეთში რეგისტრირებული აკაუნტებიდან, მაგალითად პაკისტანიდანაც კი იყო შესული საჩივარი სტუდია მონიტორის წინააღმდეგ. გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევა არის, ერთი კვირის წინ სტუდია მონიტორის YouTube გვერდიც დაიბლოკა და მსგავსი ტიპის საჩივრები იყო მათ შორის მაშინაც გაკეთებული, თუმცა YouTube-ზე აღდგა სტუდია მონიტორის ფუნქციონირება, ამჯერად დაბლოკილი არის Facebook-ის ანგარიში. გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ორკესტრირებულად ხდებოდა, არის დაორგანიზებული, გადახდილი არის თანხები ამ საჩივრების დაწერაში და უკავშირდება ეს ყველაფერი საგამოძიებო ფილმს, რომელიც სტუდია მონიტორს უნდა გამოექვეყნებინა დღეს. დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო ფილმი, რომელიც ეხება თაღლითურ კოლ-ცენტრს, რომელიც უკვე მეორე წელი არის, რაც არსებობს, ვინაიდან ამ თაღლითურ კოლ-ცენტრთან დაკავშირებით სტუდია მონიტორმა საგამოძიებო ფილმი და სიუჟეტი გასულ წელსაც მოამზადა, თუმცა ეს კოლ-ცენტრი წელსაც ძალიან მარტივად მუშაობს. ჟურნალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამ ფილმის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ საგამოძიებო უწყებები, მათ შორის პროკურატურა, არ არის ეფექტური და მოქმედი და ქმედითი კოლ-ცენტრების წინააღმდეგ და ვიღაცის ინტერესებში შედიოდა, რომ ეს სიუჟეტი საზოგადოებას არ აინახა და Facebook ანგარიშის დაბლოკვაცაც სწორედ ამ ყველაფერს უკავშირებენ. ეს არის კიდევ მესამე შემოტევა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს შემოტევა უკავშირდება ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შინაარსს და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, ვისაც ეხება, რაღაცა ახალი მეთოდები ისწავლეს მათ ჩვენთან ბრძოლის და ჩვენთან გამკლავების. ეხლა უნდა დაიდოს მალე კამერებთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება და უკვე დადებული იყო ანონსი და სავარაუდოდ ეს მესამე შემოტევა მაგას უკავშირდება და მანამდე სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები დავდეთ. მე უბრალოდ კონკრეტულ გვარს და კონკრეტულ ადამიანს ვერაფრით ვერ დავასახელებ. საჩივრები არის ჩვენ წინააღმდეგ შესული, ეგრეთ წოდებული რეპორტები. ეს ყველაფერი დაემთხვა ჩვენს ჟურნალისტური გამოძიების ანონსს, რომელიც გამოაქვეყნეთ 3 დღის წინ. ჟურნალისტური გამოძიება შეეხება თაღლითურ კოლ-ცენტრს, რომელზეც შარშან უკვე მოამზადეთ ერთი ჟურნალისტური გამოძიება და აღმოაჩინეთ, რომ კვლავ მუშაობს და ეხლა ახალი გამოძიება არის სწორედ ამ თემაზე. დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ვერ მოვახერხებთ, სანამ არ აღდგება ჩვენი Facebook. ისინი, ვინც არეპორტებენ ჩვენ გვერდებს, არიან გადახდილი ტროლ ბოტები. ამაში თანხებია გადახდილი, მე არ ვიცი საიდან არის ეს თანხები გადახდილი, ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავადგენთ, თუმცა ცალსახაა, რომ ეს შეტევა არის კარგად ორგანიზებული მონიტორის წინააღმდეგ. ვიდეოთიდან არის მაგალითად ერთ-ერთი რეპორტი შემოსული და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანმა, ვინც ეს რეპორტი გააგზავნა, ფული აიღო ისე, რომ არ გაუგია ვინ არის ამ ყველაფრის უკან, რა თქმა უნდა, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის იმ ადამიანების ინტერესებში, ვიზეთ ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებას ვამზადებთ. და არა მარტო მათ. რა თქმა უნდა, გულისხმობ ხელისუფლებასაც, გულისხმობ კოლ-ცენტრსაც. ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს ჟურნალისტური გამოძიება ავლენს საგამოძიებო ორგანოების და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურატურის უმოქმედობას და უფრო მეტ დეტალს მაყურებელი იხილავს ჟურნალისტურ გამოძიებაში. სტუდია მონიტორი ამ ყველაფრის გასაჩივრებას მეტაში აპირებს. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ Facebook ანგარიშის დაბლოკვა უკავშირდება იმას, რომ კონკრეტულ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჰქონდათ შიში და ჰქონდათ სურვილი, რომ გაეთიშათ Facebook ანგარიში, რადგანაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სიუჟეტი თაღლითურ კოლ-ცენტრთან დაკავშირებით მოამზადეს.